გათვალისწინებით იმისა, რომ ეს რაუნდი იმართება ახალ პირობებში, ანუ ახალ საქართველოს ახალი მთავრობის მონაწილეობით, მნიშვნელოვანი არის, რომ ხდება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რაც ხშირ შემთხვევაში წინა რაუნდების დროს ხანდახან პრობლემაც კი იყო ხოლმე, არ იმართებოდა მსჯელობაც კი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მყისიერად შედეგს არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ეს არის პროცესი და ამ პროცესმა ბევრი რამე უნდა გამოაჩინოს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მიდის მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებულ დოკუმენტი ძალის არ გამოყენების შესახებ, რომლებიც რამდენიმე რაუნდით უკან ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და თუნდაც ის, რომ მათ უხდებათ საქართველოს პოზიციის მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფიქსირება, მყარად დაფიქსირება, რომ ეს არ ცვლის არანაირად რუსეთის მიერ სამხრივად ვალდებულებას ძალის არ გამოყენების შესახებ. მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ ჰუმანიტარულ საკითხებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, ასევე გადაადგილების თავისუფლებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაც შეხება ჩვენ იქ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად უხდება.